გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს ვიდეო გახლავთ თქვენთვის, რა უნდა იცოდეთ ახლა, ასეთი თემით. ნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი იმისათვის, რათა დარწმუნდეთ ეს კონკრეტული გაშლა გეკუთვნით თუ არა თქვენ. ჩემთანაც მოვიდა გადაწყვიტა, რომ მიიღოს მონაწილეობა. თქვენი სიგნიფიკატორი კარტი, ვინ ხარ თქვენ? ესე იგი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც რაღაცას მიაღწიეთ, რაღაც შანსი მოგეცათ შესაძლებელია ცხოვრებაში, სტიმული, წინადადება, რაღაც, ესე იგი, ახალი, ასე ვთქვათ, შანსი არ თქვენ ცხოვრებაში ახლა. ან თქვენ მიუახლოვდით, ასე ვთქვათ, თქვენს წარმატებას, ასე ვთქვათ. ესე იგი, სასიამოვნო პროცესი მიმდინარეობს თქვენთვის. ეს არის თქვენი სიგნიფიკატორი კარტი. კიდევ ერთი კარტი ამოვიღოთ თქვენი სიგნიფიკაციისთვის. ესე იგი, თქვენ ხართ ძალიან აქტიური, მხიზელი გონების, მარჯვე ადამიანი, რომელიც მზად არის ყოველგვარი საფრთხე გათალახოს. დაახლოებით ასეთი არის თქვენი აღწერილობა, თქვენი სიგნიფიკატორი კარტი. წავიდეთ ჩემი ფისო. თუ დაემთხვა ძვირფასებო განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა ადამიანი ხართ, სხვა ასე ვთქვათ ხასიათის, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენთვის და ასკროლეთ. მათთვის ვისთანაც დაემთხვა. რა უნდა იცოდეთ ახლა თქვენ? ეს იცოდნა თქვენთვის აუცილებელი. ახლა ესე იგი, პერიოდი, როცა იყო თქვენ ცხოვრებაში სტრესი, ფიზიკური და სულიერი დატვირთვა, პრობლემები, მალე გადაწყდება. ოღონდ ამისთვის საჭიროა ნაბიჯის გადადგმა. თქვენ თითქოს ახლა რაღაცას ელოდებით. ელოდებით, რომ იმოქმედოთ. და უნდა იცოდეთ, რომ როდესაც ეს პერიოდი გაივლის, ესე იგი ლოდინის, ეს როგორი ლოდინია, ეს არის შეიძლება ბიუროკრატია, რაღაც საქმე, რაც თქვენზე არ არის დამოკიდებული, რასაც ელოდებით, ანუ როდესაც ეს მოხდება და თქვენ გააქტიურდებით, თქვენ მიიღებთ კომფორტს, თქვენ მიიღებთ ფუფუნებას, შეიძლება მიიღებთ ფინანსურ სარგებელს, სიმდიდრეს. ეს უნდა იცოდეთ ახლა, რომ ის ხანგრძლივი პერიოდი, რაც იყო სტრესული შესაძლებელია თქვენთვის, რაც იყო დიდი დატვირთვა, რაც თქვენ ენერგიას გაცლიდათ, ასე ვთქვათ, თითქმის დასრულდა. თითქმის, ანუ ერთი ნაბიჯი დარჩა ამის დასრულებამდე. კარგით, კიდევ რა უნდა იცოდეთ თქვენ ახლა? თქვენ მოგეცემათ არჩევანი, თქვენი მიზანი თითქმის მიღწეულია და თქვენ უნდა გააკეთოთ გონივრული არჩევანი. უკან არ უნდა დაიხიოთ. აი ეს უნდა იცოდეთ. უნდა გამოიჩინოთ ხასიათის სიმტკიცე. კიდევ რა უნდა იცოდეთ ახლა? კიდევ რა უნდა იცოდეთ? ესე იგი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მატერიალური მიღწევები არ ამცირებენ ცხოვრებისადმი უკმაყოფილებას. ესე იგი, ადამიანი შეიძლება აღწევდეს რაღაცას მატერიალურად, შეიძლება ეს ნიშნავს, რომ აგროვებს ქონებას, ან რაღაც აღწევს
თანამდებობას და აწინაურებას და ასე შემდეგ. თუმცა ამ ყველაფერს მისთვის შესაძლებელია მაინც არ მოაქვს ის კმაყოფილების განცდა, რაც ის ამ, ასე ვთქვათ, უსულო საგნებისგან და მდგომარეობისგან ელოდება. ეს უნდა იცოდეთ, რადგანაც ეს არის გამოცდილება და შესაძლებელია ადამიანი ასეთი გამოცდილების შემდეგ თითქოს იღლება, იმიტომ რომ მიაღწია სასურველ მიზანს კიდევ რამოდენიმეჯერ, თუმცა მაინც თითქოს ეს ის არ არის, რაც მას სჭირდება. ანუ უნდა იცოდეთ, რომ მიზნების მიღწევას ყოველთვის არ მოაქვს სულის სიმშვიდე, ყოველთვის არ მოაქვს სიამოვნება და ყოველთვის არ მოაქვს კმაყოფილება. კარგით, რა შეგჭირდება თქვენ ამის ცოდნა დაუშვათ? აი რატომ ამოვიდა ესეთი კარტი? სამართლიანობისთვის, ბალანსისთვის, ჰარმონიისთვის, იმისთვის, რომ მიიღოთ დამსახურებული ჯილდო, რაც თქვენ გეკუთვნით. აი ამისთვის. რომ თქვენ, ასე ვთქვათ, აწონთ თქვენი ნაბიჯები და ყოველთვის ეცადოთ, რაც უფრო, ასე ვთქვათ, სასიკეთოა თქვენთვის, ისეთი ნაბიჯები გადადგათ. კარგით, რატომღაც გამოჩნდა ასეთი კითხვა, რომ ეს რატო ამოვიდა თითქოს რჩევის სახით, აი რა შეგჭირდება თქვენ ახლა ამის ცოდნა, რა შეგჭირდებათ ეს? იმისთვის, რომ აიღოთ ინიციატივა, იმისთვის, რომ მოინდომოთ, იმისთვის, რომ თქვენი ძალა ტრიუმფად გადაიქცეს, ამისთვის მიაღწიოთ წარმატებას, დიდ გრძნობებს, სიყვარულს, გამარჯვებას და აყვავებას. აი ამისთვის გჭირდებათ ეს ცოდნა. მარგო, რა გჭირს? მოდი, თუ გინდა. გესმით ალბათ ხმა, რომ მეძახის თითქოს. მარგო, დამშვიდდი. ძვირფასება, მარგო, ვინც პირველად ვხედავთ, არის ჩემი კატა და ზოგჯერ ისმის ხოლმე მისი კნავილი, მისი თამაში ვიდეოში. ამიტომ იცოდეთ, რაიმე ხმას თუ გაიგებთ, ეს არის კატა. წინასწარ მინდოდა გამევთხილებინეთ, რომ ვისაც დაუშვათ არ მოგწონთ, რომ ჩემ ვიდეოებში ზოგჯერ ხილულად და ზოგჯერ ისე დადის თავისთვის ოთახში მონაწილეობს კატა, მინდა გაგაფრთხილოთ ამის შესახებ ხოლმე, რომ ვისაც ეს რატომღაც ასე ვთქვათ, შეიძლება არ გიკომფორტულებათ, იცოდეთ თავიდანვე და გადაწყვეტოთ, რომ გსურთ ამ ვიდეოს ნახვა და მოსმენა თუ არა. კარგით, რა უნდა იცოდეთ კიდევ ახლა თქვენთვის რის ცოდნა არის აუცილებელი. უნდა იცოდეთ, რომ ბედი, იღბალი, წინსვლა არის თქვენსკენ. მდგომარეობა, რომელიც არ იყო, ასე ვთქვათ, სახარბილო, შეიცვლება კარგისკენ. დამთავრდება პერიოდი, როდესაც თქვენ შეიძლება იყავით მოწყენილი, ნაღვლიანი, მოვიდა პრობლემის დასასრული, ასე ვთქვათ. და ასევე შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს მოულოდნელად. კიდევ რა უნდა იცოდეთ? ესე იგი, სიმშვიდის შესანარჩუნებლად აუცილებელი არის ტაქტი. გამოუვალი მდგომარეობიდან, ასე ვთქვათ, გამოსავლის საპოვნელად საჭიროა შეთანხმება. თუ ისეთ, ასე ვთქვათ, მდგომარეობაში ხართ, რომ რეზონირებს ეს რჩევა თქვენთან. შესაძლებელია თქვენთან არ რეზონირებს და ეს არის ბუნებრივი ძვირფასება და ნორმალური. ვისთანაც რეზონირებს, ანუ ვიღაცისთვის ეს არის აქტუალური. კარგით, კიდევ რა უნდა იცოდეთ ძვირფასება? რამდენი სამიანები აღმერთოთ ჩვენ. ესე იგი, თავდება პერიოდი ძვირფასებო, სადაც იყო თქვენ ცხოვრებაში
ასე ვთქვათ, მოდი ვეღარც ვეტევით, დროში ბევრი გაუგებრობები და ისადგურებს სიმართლეს.